ჩვენი შემდეგი სტუმარია ფოცხიშვილების ცნობილი ქორეოგრაფიული დინასტიის წარმომადგენელი ჩვენი მეგობარი გელა ფოცხიშვილი. მოგესალმებით. აი დავზარდი. სად? შემოგელა. მადლობა შემოძმო მობრძანებისთვის. მე გისა როგორც იქნა. ეს კი წარმოიდგინე. მეგობრობა და ეს ყველაფერი ჩვენით არ დაწყებულა დაიწყო ჩვენი მამების მეგობრობით. და მიხარია რომ დღეს აქ ხარ და ეს კი მართლაც აი გადაჭარბების გარეშე ნამდვილი დინასტია თქვენი ფოცხიშვილების და მე მინდა ყველას მოვეფერო ყველა თაობის წარმომადგენელს, იმიტომ რომ მართლაც ძვირფასი ადამიანები ხართ და თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ იმ წარმატებაში, რომელიც სასიხარულოა და საამაყოა მე მთელი საქართველოსთვის და პირველ რიგში ვახსენებ ბატონი გელოდი ფოცხიშვილის სახელს, რომელიც შესანიშნავად ახსოვს ქართული ცეკვის მოტრფიალებს, მოყვარულს და ის აი ცნობილი ფოცხიშვილების ოქროს თაობის ერთ-ერთი სოლისტი გახდა და ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. აგერ მყავხარ შენ, ჩემო ძვირფასო და უკვე შვილების თაობის წარმომადგენელი და მართლაც მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებ თქვენი ანსამბლით და ცალკე აღნიშნვის ღირსია ჩვენი გიორგი ფოცხიშვილი, რომელსაც მე პირადად ვეძახი თანამედროვე ბალეტის ხვიჩა კვარაცხელიას, იმიტომ რომ ფენომენალური ბიჭი ყავს და უდიდესი მონაცემების ადამიანი, რომელიც დღეს უკვე ძალიან ხმამაღალ სიტყვას ამბობს, ვინაიდან იგი ჰოლანდიის სამეფო ბალეტის სოლისტია და დარწმუნებული ვარ, ბევრი დამეთანხმება, იმიტომ რომ ხშირად არის გადავსებულია მართლა სოციალური ქსელი, მისი ფანტასტიკური შესრულებით, იმ საოცარი ნახტომებით და არა მარტო და მე მინდა რომ ამ ყველაფრისთვის მადლობა გითხრა შენ და წარმატებები უსურვო შენ ამაზოგას. დიდი მადლობა. როგორ გამიმართლა ეხა მე ერთი მახათაზია და გიო ამსტერდამში. მე ვარ შუაში გაჭედილი და ქემოვედი შენთან ეხა. ხოდა აბა ისე მე არ მომიწევდი თან. შემოგელა რა მინდა ესე გითხო. ეს კი მე ვიცი შენს საგვარეულოში ყველა არის ცეკვასთან ქორეოგრაფიასთან დაკავშირებული და ვინმეს ფეხი ხო არ აუცდა და იურისტობა ან ეკონომისტობა ხო არ უცდია ხო არ ყოფილა ესეთი ფიზიკურად არ გამოსდის არავის სხვა რამ არ გამოსდის მარტო გიო არა ჩემი შვილი მეორე ნიკაც ეხლა მიიღო ვარშავის ოპერამ სექტემბრიდან გადავა ნიკაზე ყველაზე ცოტა ვსაუბრობთ ხოლმე და ძალიან ნიჭიერი ბიჭია ჩემი მიშვილები ასევე ანდრია, მარიამი, კიდე ორი რაღაცა ფეხბურთისკენ იწევენ და მე ვეუბნები რომ წადით ითამაშეთ და აანებეთ. ნუ რო თქვენ ხო იცით, ცეკვა არის ტოტალური შრომა. ეს არის დაუფასებელი, მოდი ესე ვთქვათ რა. თუ ფინანსებს შევხედავთ, შევადარებთ კაი ფეხბურთელის და კაი მოცეკვავის. მაგრამ სისხლში რო გაქვს მაინც გიხარია და ცხოვრებას გიხალისებს. როგორც შენ, ასევე მაყურებელს. წარმატება მინდა უსურვო ყველას, ვინც შენ ჩამოთვალე ამ ნიჭიერ წარმომადგენლებს და რაც შეეხება გიორგის, როდესაც კითხავენ ევროპაში, რომ საიდან ისწავლე ესეთი საოცარი ცეკვაო, თამამად შეუძლია რომ უპასუხოს რომ my father danced, his father danced and his father danced too. თავისუფლად შეუძლია რომ უსწრას. გიო სხვათა შორის, როდესაც სავსებდნენ ამსტერდამში პირველი ესე ჩააწერინა, რომ მე ვარ ქართველი მოცეკვავე თქვენთან და ჩემი ფესვები იწყება ბაბუისგან. სხვათა შორის, ისტორიაში, როდესაც შედიხარ საიტზე და ნახულობ გიოს სივს, ესე ეგრეთ წოდებულს, იწყება ბაბუით. მერე მამა და მერე თვითონ თავის თავზე ლაპარაკობს და ამას კიდე სისხლშია. ქართული ცეკვა რასაკვირველია ჩვენთან დაიწყო ქართული ცეკვა 15 წლამდე და 16 წლამდე სულ არ შეუწყვეტია ქართული ცეკვა. ეხლა ცეკვავს დიდ თეატრებში თუ სადმე გამოდივართ, გიო ჩამოდის, იცეკვებს მიდის. დიდ ტურში ვერ მოყვება სამწუხაროდ, იმიტომ რომ თავისი პრობლემებიც არის და ქართული ცეკვა ეს იმხელა ფენომენია, მე არ მომბეზრდება ამაზე საუბარი, ეს არის დაუწერელი და უნდა ნახო. ყველას არ ძალოც, იმიტომ რომ შრომაა რა, ეს და თან ის ყველაფერი დოზებით აკეთო, ეს ძალიან დიდი შრომაა. იცი რა, მახარებს კიდე გელა რომ აი ასე სწრაფად რომ
გავს წინ ნაბიჯებს, ასე იზრდება, თან აი ესე ვაშკაცური სტილი რო აქვს ცეკვის და თანაც ამ სიმაღლე, კაცო, ესე თქვათ, და გასაკვირი არის ეს ზუსტად, რომ მაღალი ესე ვერ ცეკვავს. ჩვენთანაც, ანუ მაღალი რაღაცა, სხვა რაღაცას ცეკვავს, მაგრამ იყო უნივერსალი. აი მაღალი კაცი თან აკეთებდა ესე ტრიუკებს, ესე კასკადებს. ეს არის ფენომენალური და რო გაზომეს ნახტომი ყოველ წელს ზომავენ. და პირველი წელი იყო, რომ რეკავს ჩემი ნახტომი გაზომესო. და ავიდა პირველ ადგილზე, ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს, აი იატაკიდან მის ნახტომი არის ძალიან მაღალი. სხვათა შორის ეჭვიან მეპარება საოცრებაა, როცა უცხეს, საოცრება. ველოდები გიორგი ჩამოვა თუ არა ჩვენ შოუში. კი ბატონო, გიომ გვასახელა, მე სულ ვამბობ და ეს მინდა რომ სულ თქვა. ეს არ არის ჩემი ოჯახის მხოლოდ, ეს არის ჩვენი ქვეყნის და უბრალოდ ისე მოხდა რომ ჩვენთან დაიბადა. თან სულ ახალგაზრდაა ახლა და ყველაფერი წინა აქვს და დარწმუნებული ვარ რომ დიდი ხანი ვიამაყებ. შვეიცარიაში მსოფლიო ვარსკვლავების გალა არის, დავიწყეთ მთელ მსოფლიოში, შემდგომ იქნება ვენაში 18 ივლისს და აი რა ვიცი, ვნახოთ. უკვე კიდე სხვა საფეხურებზე გადავდივართ. წარმატებები გიორგის აქედან მოკითხა. ახლა მინდა გადავიდეთ ანსამბლზე და საოცარი რიცხვებია, კაცო. თქვენ გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გაქვთ შემოვლილი უდიდესი წარმატებით, 60,000 კილომეტრზე მეტი გაქვთ გავლილი ამასობაში, ხო? დიახ, არა ერთხელ. ეს კი წარმოიდგინე ფაქტობრივად ქორეოგრაფიულ მანქანად ჩამოყალიბდით. ეხლა როგორც ჩანს თბილისში ცოტა ხანი ისვენებთ, ჩამოყრით ამ კილომეტრებს და მერე ხელახლა უნდა დაიწყოთ, ხო? ესე იგი, ჩვენი ტურნეები ესე არის რა ვქნათ, მამა ჩემის დროიდან და მეც გამომადგა რაღაცა პროდიუსერული ნიჭი, იმიტომ რომ სადაც თქვენ გაიზარდეთ იქ ფილარმონიაში. აქვე რო ვთქვათ, ჩვენ არ ვსაუბრობთ საკონცერტო დარბაზზე, ჩვენ ვსაუბრობთ პლეხანოზე, ძველი ფილარმონია. რასაც ერქვა და როგორც თქვენ, ისე მეც იქ გავიზარდე და მე ვამბობ ერთ რამეს, მსახიობი მოცეკვავე უნდა იჯდეს ჩემოდანზე, ავტობუსში, თვითმფრინავში, გემში, თუ რამე მოძრაობს და თეატრებში. იმიტომ რომ მარტო რეპეტიცია არის რუტინა მათთვის და რაღაცნაირად შევძელი. მესამეჯერ გავაკეთე, ეხლა ბოლოს გქონდა 65 კონცერტი 12 ქვეყანაში. ყველა ტრანსპორტით ვიმგზავრეთ, აბსოლუტურად ყველანაირი ტრანსპორტი არ არსებობს. პატარა გემი, ნავი, მარხილი, აი თვითმფრინავი. მე არ ვიცი, ანსამბლი და ამას იგებდა გელოდი. მანდიყავი, ჩვენ მოვიარეთ, ეხა მამას ახსენებ და ივერიასთან ერთად, იმასთან ერთად. საერთო გასტროლები. მამა ჩემის იხსენებს აი ესეთი. და ეს იყო, საოცარი ემოციით. წამოდი მეთქი, ორი იუბილე გავუკეთე, ერთი პარიზში, ერთი კიდე სანქტ-პეტერბურგში, უკან გამოვუშვი, მერე კიდე დიდი თეატრები, სადაც ჰქონდა, სადაც მოვასწარი, ყველგან გავუკეთე 75 წლის იუბილე და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად მაინც ცოტა არ მაწუხებს ეს ამბავი, რომ არ არის. თორე ისე ტელეფონს ვიღებ და ურეკავ ხოლმე რაღაცა. ძალიან გული დავწვდი და მისმა წასვლობდი, რომ სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო თან და ყველა ძალიან დააკლდა. ჩემოგელა, წარმატება მინდა გისურვო შენ, ფოცხიშვილების ამ ლამაზი დინასტიის ყველა წარმომადგენელს, მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი გახდათ გელა ფოცხიშვილი. დიდი მადლობა თქვენ.